მოგესალმებით, ჯირფასო მეგობრებო. ერთი ორ კითხვას უპასუხებ და გაშლას დავიწყებ. რაღაცა მათეო თუ ნათეო რაღაცა მაღრაძე მიწერს მე რამდენად უკვე კომენტარებს და ადამიანო რადო იშლი ნერვებს მიბრძანდი გვერდიდან. ძალიან ცუდი სიცილი გაქვსო და დასცინიო და რაღაცა ახლა საკითხებს რომელსაც თქვენ კომენტარს აკეთებთ მილიონჯერ გადაღეჭილი მაქვს და კიდე როცა ვერ გებულობ ან ნაგახვიდე გვერდიდან ან კი ბატონო დაგცინებ რა თქმა უნდა. უკვე როგორ პოზიციაზე ვარ იცით? მართლა ესეთ პოზიციაზე ვარ, ისტერიკული სიცილი მეწყება. ეს იმას კი არ ნიშნავს რომ მე ვარ ესეთი. თქვენ იწვევთ ამ ყველაფერს. ისეთ საკითხებზე ამახვილებთ ყურადღებას და მილიონჯერ გადადგმელი მარტო ჩემგან კი არა, სხვა ეზოთერიკოსებიც რო იმაშვებიან, საუბრობენ. და კიდე რომ მაკითხვას დასვა. ნუ ისმენთ. ეს იქნება კიდე, მაინც ამასაც ვერ გაიგებთ თქვენ. აი, საქმე ამაში არის. და კიდე საკუთარ ნერვებს გავრთხელდი გენაცვალე. ნერვები თუ გეშლება და ვიცი, საკუთარ თავზე იზრუნე. თქვენ იყავით ის კითხვა რომ დასვით ხო 1500 ლარში ღებულობენო და გარანტიებს ითხოვთ. ნუ იხდით ამ თანხებს. თქვენ თვითონ გააკეთეთ, თქვენ თვითონ გაწმინდეთ, გაასუფთავეთ თქვენი თავი. ნაში ვღებულობ და ვიდეო სადაც დაპოსტე, ნახე ერთი რამდენი რამე მაქვს ნაყიდი. რაც არ განახეთ, ის კიდე სხვა თემაა. დარტყმაზე კი არავინ მაძლევს, მაგრამ ეს მაგი ნივთები არის თუ რაც არის. ეხლა ბალახეულობა უნდა მენახა, მე თქვენთვის კიდე რაები მაქვს. და გამოგიფენთ ახლა ყველაფერს კიდე. რაც გამოფინი არაა საკმარისი ვითომ. კიდე მაკითხვას რო დასვამ. დაგცინებ კი არა, ავი დებილი ხარ თქო, უნდა გითხრა და გეტყვი კიდეც, დებილი ხარ. იცინიო კაცო. თუ ადამიანი მაღიზიანებს, ეს არის 2x2. არ უნდა შეხვიდე მის გვერდზე. 9-ჯერ ადამიანი აგიხსნის და კიდე ვერ გაიგებ და შტერულ დებილურ კითხვას დასვა. მე კი არ დაგცინი, თქვენ დასცინით, თქვენს თავს კაცო. მე რას დაგცინით? და ნივთები. ის ნივთები კიდე რომელსაც ვიყენებ. და რიტუალის მერე აღარ ვარ გამოსაყენებლად. ნაგავს გადაყრას ვერ აუდივარ ჯერ მარტო. ადამიანი ესე რა ქვია, პრეტენზიები ჩემოდიხართ, ფულს რაში იღებენ და ეს რა ქვია დასცინი და თქვენი ღიმილი და ულტიმატუმებით. ჯერ აზრდილობა არის ადამიანის გვერდზე შეხვიდე, ეს არის რადგან საჯარო სივრცე, ეს არის ჩემი კუთხე, აწერია, ჩემი სივრცე, ჩემი პატარა ოჯახი. სახში რო შეხვიდი ადამიანთან ახლა და შენ იმაზე ეს ამ ფერის კედელი არ უნდა გქონდეს, აქ სტენკა, იქით რო დადგა, ეს აქით რო დადგა, ეს რა ქვია, მიაბრუნო, აი შოკოლადი რატომ მომართვი არ უნდა მოგერთმია თუ რაღაცა და თავხედი ხართ ესეთები ვინც ახართ. თავხედები შეუგნებლები. გააზრების უნარი 0. ეს პასუხი გინდოდა, იგი ბატონო მიიღე, მოისმინე.
იბრძანდით კაცო ეს ხუთლარიანი ისინიც არიან და ვიღაცა შემოწირულობაზეც მუშაობს. არ მუშაობს გონია, აღარ მუშაობს ეს გოგო. ვიღაცა ვნახე ტაროლოგი. მაგრამ ხუთლარზე ხომ მუშაობენ? ამდენი კითხვა ხუთლარათო. და გაწმენდითაც წმინდავენ და რავი არარსებულ ნივთებსაც ყიდიან. მიბრძანით იმათთან. თქვენ ჩემს პას რას გაიგებთ ესე და ვერაფერს ვერ გაიგებთ. ვერასდროს ვერ გაიგებთ. თელი მაღაზიაში არ ეკნება იმდენი რაღაცა რაც მე გადმოგიწყვეთ და პასუხი მხვდება ესეთი. რა უნდა გელაპარაკოთ ახლა ამის შემდეგ? დაქცინებგი არა, დებილი ხარ. всё, დასრულებულია ლაპარაკი. მეორე კითხვა. ცხოვრებაო თავზე რო გენგრევაო ისო და ვერ გაიგებო და რაღაცა და რაღაცა. ჩემო კარგო, იმდენი საკითხი არის აქ განხილული. კიდე თუ ვერ გაიგე და მით უმეტეს ასე მგონია რომ თქვენ არ ხართ ის ადამიანი ეზოთერიკოს პირველად რომ მოусმინათ. თქვენ ძალიან დიდი ხანწლებია ვიღაცებს ისმენთ. მე ასე მგონია. ასეთი წამოვიდა ენერგია და ესე გამოდის რომ მაშინ თუ კიდე მაინც ვერ გაიგეთ ან არისმენთ სწორ ეზოთერიკოსებს. იმიტომ რომ ჩემთან არ ხდება მკითხაობა და მჭრიბაობა. აქ არის დეტალურად ასე ვთქვათ განხილვა ყველა საკითხის რატომ არის ზუსტად ეს პრობლემები და როგორ შეიძლება ეს ყველაფერი შეიცვალოს. და არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას ყველაფერზე ჯადოს მაგიას რომ მიძახის. არა. მაგ კატეგორიაში მე არ შევდივარ. არ არის გამორიცხული. არ არის გამორიცხული. ეს უნდა ვთქვა თუ არა, ცოტა არ ვიცი, შევიკავებ თავს, მაგრამ გაითვალისწინეთ ესეთი რაღაცები. ან ისმენთ არასწორ ეზოთერიკოსებს, ვისაც მკითხაობის მჭრიბაობის დონეზე აქვს დაყვანილი, ან უბრალოდ არ იაზრებ რაღაცებს. მხოლოდ ორიენტაცია თქვენ გაქვთ რაზე, იცით? ეს არის მაგიური, სულ ამ საწყალ ამეთვისტოს რატო ეტაკები შემეცოდა. ასმერჩიო. ან ნახეთ, ეს არის მაგიური, ეს არის ჯადო, ეს არის ისევ მაგიური, ამას ფინანსები მოაქვს, ამას ასე ისმენთ თქვენ ეზოთერიკოს და ასე უყურებთ მაგიას და ეზოთერიკას და ასე არ არის. ეს უნდა შეცვალოთ. გაიგეთ? ეს არა, მაგია ვიღაცას მოისმინეთ სამაჯური დაგიმზადათ თუ რაღაცა ნივთი დაგიმზადათ თუ რაღაცა, ეს არ ნიშნავს რომ არიქა. არა. ეს არის დამხმარე ინსტრუმენტები და მე ვფიქრობ კი არა, უნდა შეცვალოთ მიდგომები ცხოვრებისეული ყველასთან სხვადასხვანაირი არის. და უნდა გაიაროთ ზუსტი დიაგნოსტიკა იმის მხრივ, სადა კარმა რა გაქვს, კარმაში რა გიწერია. და როგორ უნდა დაამუშაოთ საკუთარი თავი. რომ იცოდეთ.
ეხლა მესამე თემა. ის ვინც ჩემთან დიაგნოსტიკებზე ნამყოფი ხართ. და მე გეუბნებით და გითხარით თქვენთან რაღაცა დაზიანება არის. მეორეჯერ რომ მოდიხართ და მე მეუბნებით რომ ქალბატონიო თქვენ ასე მითხარითო. მაშინო. იცით რა არის? იმას თუ არ გაასუფთავებთ. ეხლა არ ჩანსო. ხო, რომ გითხარით და ყურადღება არ მიაქციეთ, მე აღარ ვამახვილებ ყურადღებას. მე რატომ უნდა ესე მასქნა ეხლა ან დაგზაფროთ ან რამე ის თუ არ გაასუფთავეთ, საწავად ხალხო რა გაანეიტრალებს, ნუ გადამრიეთ. თქვენ თუ არ გაივლით იმ საკითხებს, აი თუნდაც ბევრს არის ეს ცხოვრებისეული კარმა და თავისი თავი ყავს მინუსებში გადაყვანილი. ანუ რაც ყველა ადამიანს მოდი ასე ვთქვათ რაღაცა მისია აკისრია. აი როგორ უნდა გაიაროს ეს ცხოვრება თორე მისიაში მე იმას კი არ გულისხმობ რომ ავიცი ის უნდა იყოს აინშტაინი მეორე და რაღაცა უნდა შექმნას მანდამაინც. აი თქვენ როგორ სტილში უნდა გაიაროთ ცხოვრება, რისთვის მოხვედით რა ამ ქვეყანაზე. და არიან ადამიანები ამ ყველაფერს ვერ ამუშავებენ, არ იციან, ვერ ხვდებიან. და ეს მინუსები ზუსტად ის არის უკვე ყველგან რომ ყველაფერი თავზე გემხობათ. ნუ ჯადოს გარეშე ვგულისხმობ ეხლა. ხანდახან არის რომ კი მაგიურ დაზიანებით იცვლება ადამიანის ცხოვრება. ჩაუკეტავენ რაღაცებს ან გონებაზე არის ზემოქმედება ან ავიცი წარუმატებლობაზე და ასე შემდეგ. ზოგთან საერთოდ სასიკვდილო რაღაცები კეთდება, ხო ამას ვერ უარყოფ. არის და იმიტომ აი მაგის გამო კი შეიძლება ის ზუსტად ის მინუსებში გადასვლა ადამიანის ენერგიის მაგიდან მოხდა, ხო? და ვეღარ პოულობს გამოსავალს. იმიტომ რომ ის დესტრუქციული ძალა რაც არის ის უშლის ხელს. მაგრამ არიან ადამიანები არც ჯადო არც არაფერია, მაგრამ თვითონ ვერ პოულობენ საკუთარ თავს. ან უბრალოდ რაღაცა ოჯახში არ იყო ისეთნაირად ხო? ყველა სხვა რა იმის საშუალება ან განათლება მიიღოს ან რაღაცა წარმატებას მიაღწიოს სიტყვაზე. და შესაბამისად ეს რაც გასაკეთებელი ჰქონდა ვერ გააკეთა. ან შეიძლება საკუთარ თავი ვერ იპოვა, იმიტომ ვერ პოულობს, ნახეთ, სამსახურია რაღაცა შენ სწორი ისინი არა გაქვს მოძებნილი საკვანძო მომენტები, რაც შენ უფრო წარმატებას მოგიტანს. ხო, რაღაცა არის იქ, იმიტომ რომ მარტო შენ თავს უნდა დაადანაშაულებ ამ შემთხვევაში. მარტო საკუთარ თავის დადანაშაულება არ შეიძლება. შეიძლება ოჯახმა ვერ შეგიწყოს ათანდოთ ხელი, ხო? ვერ გათვალა ეს ყველაფერი. ამიტომ აი ეს უნდა იპოვოთ თქვენ. აი ეს უნდა გაარკვიოთ. მარტო ჯადო არ არის, ჯადოსგან კი ბატონო არის დაზიანება, მაგრამ უკვე თქვენშიც აღზრდილია ის საკითხები, რომელსაც მინუსებში მიყავხართ. ახლა საკუთარ თავის ტრანსფორმაციაც უნდა მოხდეს აქ. როგორ უნდა შეცვალოთ, რა შეიძლება თუ შეცვლა არ შეგიძლიათ, მაშინ სადაც ხართ იქ რა უნდა გააკეთოთ და როგორ შეიძლება მაინც რომ გამოხვიდეთ ამ ერთი წრიდან. ნახე, ეს ცხოვრება არის ზუსტად საფეხურებად არის დაყოფილი. ადიხარ. მაგრამ არიან ადამიანები თითქოს ერთ საფეხურზე. ესე არის, ნახეთ, აი, ავიდა, ჩამოვიდა, ესეთ რაღაცას აკეთებთ, ხო? წინ ვეღარ გადახვედით, ან საფეხურს ვეღარ ხედავთ, ან უბრალოდ წინ თუ უნდა წახვიდეთ, ვეღარ იმაში აკეთებთ ამას. აი ეს არის ადამიანი, როდესაც გადის წლები დრო და მე აი ამ ერთ ადგილას, ესე რომ ვთქვათ, ვეღარ განვითარდა, გარდაიცვალა.
ახლა ვისაც ჯერა ინკარნაციების მე ხდება მისი ინკარნაცია ისევ რომ კიდე მოდიხარ ამ ქვეყნად ეხლა მაინც უკვე სხვა გარემოში სხვა ვითარებაში ან უფრო ვარეში ან უფრო კარგში ხო მაგრამ შეიძლება კიდე ვერ მოახერხოს ადამიანი კიდევ იგივე წრეზე ტრიალებს ვისაც არ ჯერავს ინკარნაციების იმ ქვეყნადაც მასე იქნებით რის იმედი გაქვთ ერთ წრეზე იბრუნებით ახლა მაგ თემა რო განვიხილო აქ მაგ თემა არის ძალიან სიღრმისეული და ერთ-ერთმა ადამიანმა დამისვა კითხვა შენ საიდან იცი არა როგორ არ დაგცინებთ ახლა მე მგონი დღეს გაშლა აღარ იქნებოდა როგორ არ და გეცილებაო გამეცინება ადამიანობა რა ეს გამოდებილებული სიფათ თან ყველაფერი ძალიან კარგად რომ იცის თქვენ მე რა უნდა მომატყუოთ ნუ გადავრიეთ ესე გამოდებილებული სიფათით რო გიყურებს და აი მართლა ესა ინკარნაცია რა არის აი მაგ ხრაცხა გაუგია აი ეს შევლოს რა გამოულოც არა ნახეთ ის ქმარშვილი ის ოჯახი ის რაღაცები ისე თავზე გადმოებერტყ ამას ყველაფერი და ყველაფერი აქ არაფერი არ გაუკეთებია ერთ დას მეორე დას მესამე და თუ ვინმე ყავს ვიტოვდეს ყველაფერი ეს სიკეთე ესა რა ქვია რავი რა ოქროს კვერცხებიდან იბადებით თქვენ კარგ მოწყნულებო ეს არ უნდა მეთქვა ხო ეხლა ისიც თქვით რომ შეიგინაო კი თქვენი სანებზე ესე უნდა ვთქვა და როგორ თქვა ახლა როგორ დაგელაპარაკოთ როგორ დაგელაპარაკოთ ადამიანთა არაფერი არ იცის არაფერი და მე გისმენს სინამდვილეში არაფერი არ იცის კი არა აი არავისთან არ იცის და ზუსტად რო იცი რომ მაგით დგას მისი ოჯახი ფეხზე ეს დებილურ თამაშები მე უნდა დავიწყო ახლა აქედან ზოგიერთებთან აბა რა გიდეთ ახლა ყვირილი ავდე ხო გინება და წივილკივილი აქედან ესე გინდათ ერთი ქალი ნახე შეუეტრიეთ გვიმიდენდა არა ბიძოს ფოთ გამოურევ კაცოხან დახაშე მოგაგიდევთ მაგრამ ესეთი ფორმით გინდათ რომ გამოვიდე რას ვლაპარაკებით დალაპარაკება არ გჭირდებათ მოდი ასე გეტყვით იმიტომ რომ ბევრი ნაცნობები ხართ აქ მომბრავდით უკვე და ან მე გავხდი პოპულარული ან რაღაც არ ვიცოდი თუ ისმენდით დალაპარაკება არ გჭირდებათ ზურგით რო დადგე უკვე ხვდები მე ჩემთან მოდის ის ინფორმაცია რომ რა იცი რა არის რა დონეზე ხარ განვითარებული და რის მაგნისი ხარ რა გაკეთებული რაზე ხარ კიდე წამსვლელი აიგეთ და რა თქმა უნდა გამეცინება ეხლა ესეთ ხალხზე ფოტოშორის გუშინ მქონდა ზუსტად ესეთი შემთხვევა ისე გამოიჩტერა ქალმა გამოიდებილა მართლა გავჩერდი და ესე ვუყურებდი და გადავწყვიტე და უცებ მომენტალურად ამეხსნა გავჩერდი და ისე აუხსენი ვითომ მართლა არ იცოდა აი მე საერთოდ არაფერი არ იცის გაეცინა თვითონაც და არ იცის და დამარწმუნა რომ მე ეს დავიჯერე თუ ეს ღიმილი და ეს სიცილი ასე ძალიან გაღიზიანებთ
ჩემთან მაინც ნუიშტერებთ თავს და ეს დებილურ კითხვებს ნუსვამთ. სხვასთან ხო, არა ჩემთან. და იმას თუ ელოდებით ეხლა მე გამოვალ აქედან და გაგიწყებთ შეამნაირო, შეიმნაირო კიდე და უფრო მეტი სხვანაირად კივილ-ჩხივილ ძალიან ცდებით გინაცვალე. ესე არ იქნება. არა, გაბრაზდებით შეიძლება გავბრაზდე და რაღაცა, რა ვიცი, ეს ჯორჯი მქონდა ხო გონი ესეთი, მაგრამ ზოგადად მიიღებ ჩემგან ესეთ რეაქციას. იმედია გასაგები იყო ეს გასაუბრება და ეხლა თვალებში არ მომებლანდებით და მიაგნებთ თქვენს გზას. იპოვეთ ის ხალხი, ვინც ასლარად გასუფთავებთ, გწმინდავთ, თუმცა ამ თვეში ძალიან თითქმის ყველაფერი ბიუჯეტური კი არა, უფასო არის ბოლო ის წმენდა, ძალიან ესეთია მიზერულ თანხაზე შეგიძლიათ ჩაიტაროთ, ვისაც სჭირდება. და რა თქმა უნდა, თვალისაწყებლის გამო როცა ხომ გითხარით, ძალიან მიზერულ თანხებში ხდება. ასე რომ ეს ყველაფერი შეგიძლიათ გაითვალისწინოთ, შეგიძლიათ არ გაითვალისწინოთ. თუმცა ნერვებს გავფრთხილდით, თუ რამე გაღეზიანებთ, არ მოგწონთ, მიბრძანდით. ვინც თქვენს გემოვნებას მოერგება, იმ ხალხთან ძალიან ბევრი არიან. ეხლა იმდენი არის ეს მით უმეტეს. წლების წინ თითო ორ-ორი იყო და შეიძლება ერთ დროს ერთიც იყო. ხო? მაგრამ ეხლა იმდენი არიან, ესე რომ ვთქვათ, იჩეკებიან. მე მგონი სადღაც, მაგრამ იმდენი სწავლება და იმდენი რაღაცა არის, ეს სწავლება როგორ უნდა იყოს, იცით, ის კი არ უნდა იყოს მერე რომ პირდაპირ რაღაცას მოისმენთ, ვიდეოს ნახავთ, გადმოიტანთ და იწყებთ. უბრალოდ აზრზე რომ იყოთ და არ მოტყუდეთ. ამისთვის უნდა ისწავლოთ და ამაში შეგიძლიათ გადაიხადოთ ფული. ზუსტად რომ არ მოტყუდეთ და გაარჩიოთ რაღაცები ერთმანეთიდან. და არა ის რომ რადგანაც თქვენ რაღაცა შეისწავლეთ, მიხვედით ერთი თვეა თუ ორი თვე, მერე უკვე მაგები და პრაქტიკოსები ხართ. რა ეს რანაირად ხდება, მე პირადად ვერ გებულობ. მთელი საქართველო გონია ჯადოქრებად იქცა ამ სუპერში. როგორც პატიოსან ადამიანს ვერ იპოვი, ისე მგონი ვეღარ იპოვი, ყველა ეს როგორ შეიძლება ეს, არ შეიძლება ესეთი რაღაცა. ზუსტად ეს არასწორი პრაქტიკებია ქვეყანას სხვადასხვა რო აქცევს და ანგრევს. და ეს ემაგრები და ჯადოქრები თუ ხართ, იცით რა არის, თქვენ ცხოვრება რომ მოაწყოთ, ყველა მისი ცხოვრება რომ მოაწყოს, ქვეყანა დალაგდება. მაგრამ აქედან ჩანს უკვე. თქვენ სირგული რო დალაგდება, ყველა სირგული დალაგდება, მაგრამ აქედან ჩანს უკვე როგორი მაგები და პრაქტიკოსები მომრავლდა. აქედანაც ჩანს. იმედია გამოგადგებათ ეს ინფორმაციები სხვადასხვა. ეგ მშვიდობები ახლა.